აი როგორ კომპაქტურად ვართ ჩალაგებული. შენ ახლა მაყურებელი რას იფიქრე? ჩვენს უკან ძალიან ბევრი ფოტოც, რომელზეც ძალიან ბევრი ცნობილი ადამიანი ასახული, იმის ნიშნად, რომ ხარისხი უპირველესი, რატო ვართ ესე ჩამწკრივებული? ხარისხიანად შემჭიდროებულები? იმიტომ რომ 19 სექტემბერს საქართველოში ხარისხის დღე აღინიშნება. მე ვიცოდი მარტო პასუხი ამ შეკითხვაზე. იმიტომ არა, მე მეგონა 4 სტუმარი შემოდიოდა, ამიტომ ვიყავით. დიახ და 4 სტუმარით შემოდიოდა და მოდი შემოვიპატიჟოთ გვანც. შემოვიპატიჟოთ ჩვენი სტუმრები. ეკა მამალაძე, გია გუგუშვილი, ბასა ფოცხიშვილი და ირინე ხიზანიშვილი არიან ჩვენი გადაცემის სტუმრები. გამარჯობა. გამარჯობა. ცოტა ვიწრო ძიორდა, ვერ დიგე. ყველანაირი ფერმეტი წარდგენის გარეშე. გამარჯობა. აბა, ძალიან კარგი ფოტოები გამოგხსნა. აი ძალიან მოგიტანეთ ისე. სრულიად უინტერესო ფოტოა ჩემთვის, აი სრულიად. შეგმარა. სრულიად უინტერესო. რატო ვაკეთოთ? კარგი ფოტოა. ვინც არ მუშაობდა და დასასვენებლად იყო, ის არ მოხვდა ფოტოზე. საერთოდ არ არის კარგი ფოტო ეს. ეს ფოტო გვაჩუქ, ეს უნდა წაგვაქვს ისე. როგორ გამოტაცეთ ხელი გარშე. ეთერის ბოლომდე უნდა გათხოვო. ძიმა მე და შე როგორც უხარისხოები არა, ხაბაია. ირინა, მოდი, აი შესავალი გაგვიკეთე. კი, ეს კი ხვალ 19 სექტემბერს საქართველოში აღინიშნება ხარისხის დღე. 19 სექტემბერი ხარისხის დღეს ჯერ კიდევ 2002 წელს გამოცხადდა და სწორედ ამიტომ ყოველწლიურად აღინიშნება ხარისხის დღე. თუმცა წელს საქართველოს ხარისხის ასოციაციამ გადაწყვიტა, რომ განსხვავებული სოციალური კამპანიით შეხვდეს ამ თარიღს და ჩვენი ინიციატივით ამ პროექტში ჩავერთეთ ხელოვანი ადამიანები, რომლებისთვისაც ხარისხი არის პრიორიტეტი, ქმნიან ხარისხიან ნამუშევრებს და მათთვის ხარისხი არის ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენ დღეს მოვიტანეთ არა, ხედავთ როგორ ჩაერთვნენ რა, კარგი და ხარისხიანი ხელოვნები ჩაერთვნენ. კი, რა თქმა უნდა და ეს არის მთავარი, ყველა ფოტოს აწერია ერთი მთავარი გზავნილი, ერთად ვიზრუნოთ ხარისხზე და ჩვენ ვცდილობთ რომ საზოგადოებაში გავხადოთ ხარისხი პრიორიტეტი გაჩნდეს საზოგადოებაში მოთხოვნა ხარისხზე რა თქმა უნდა ხარისხი ნებისმიერ მიმართულებაში ცხოვრების წესში, კვებაში, ჯანმრთელობაში, მშენებლობაში ხარისხი ყველგან სპორტში რა თქმა უნდა საქმის წარმოებაში თუმცა ხარისხი ხელოვნებაში ცოტა ისეთი სუბიექტური მცნება არა მე რო გამიკავშირდებ ესე ვიფიქრე რომ ხარისხი ესე იგი რაღაც ეჭვის ქვეშ დავდექი ამას რომ რა თქმა უნდა აქ ალბათ მე ჩემს სფეროში ვისაუბრებდი უფრო ტექნიკურ საშუალებებზე რომელიც მართლა ხარისხიანი თუ არ იქნა რა შენ შეიძლება ტალახისგანაც მოვზილო და გააკეთო ნამუშევარი რომელიც ხარისხიანი იყოს მაგრამ თვითონ ის ფაქტი რომ უხარისხო პროდუქციით მუშაობ ის აუცილებლად უხარისხოთ იქცევა შემდეგ ნამუშევარი საუბრო ფრაზე ნახაც აკეთებ პირველი ეფექტი კარგია ნუ არის მისი შენახვის ლაკის გადასმის და სხვა პროცესები და შემდეგ შეიძლება უცებ დასკდეს მოძრეს წებოვნება არ კონდეს და ჩვენ სწორედ აი ამ შემთხვევაში მივდივართ უკვე ხარისხი ანუ ბრენდი ანუ ძვირი და შემდეგ იწყება მთელი აი ეს ხარისხის გარშემო შეიკრიბება უამრავი. საბობთ აბსოლუტურად ლოგიკურად ძება ახლა იმაში რა იდეას თქვენ გაქვთ ხო რა თქმა უნდა. კი რა თქმა უნდა სწორედ ამიტომ ამ შემთხვევით შერჩევის პრინციპით არ აგვირჩევიან ამ კამპანიაში მონაწილე ადამიანები და მიზანმიმართულად დაურეკეთ იმ ადამიანებს რომლებიც ძალიან ხარისხზე მეტად ხარისხიანს ქმნიან. ეკას მინდა ვკითხო და პირიქით სფერო რომელშიც თქვენ მოღვაწეობთ წარმოუდგენელია და უნდა იყოს ძალიან ხარისხიანი და ის წაკითხო. ხარისხი და პროფესიონალიზმი ერთმანეთთან დაკავშირებული მცნებებია. რა თქმა უნდა, მე მგონი ძალიან ახლოს არის, მაგრამ მე მინდა გითხრათ, რომ როდესაც ირინკა გამოჩნდა და ეს ხარისხზე დაიწყო ლაპარაკი, საერთოდ არ მიფიქრია სხვათა შორის ჩემ შემოქმედებით ხარისხზე. მე უბრალოდ მართლა ხარისხი იმდენად გვაქვს დღეს, მნიშვნელოვანია, რას ვჭამთ, რას უნდგავთ, რას ყველა საყოფაცხოვრებო რას ყველაფერს, ხო, ამიტომ პირველი რეაქცია არ გულწრფელად გეუბნებთ, საერთოდ არ მქონია, რომ ჩემ შემოქმედების და რა ხარისხში ვარ და რა შვები. ამიტომ პირველი იყო ეს რაღაცა აი კვებასთან დაკავშირებული რაღაც ყოფითი მაგრამ რომ მოვდიოდი გადაცემაში
მე დავფიქრდი რომ რა ხა ჩემი კვებაზე და რა პროდუქტია რა გამოცემა ну აი რაღაც ამ ტიპის იმაზე ვიფიქრე არ და მე უცბად კი არა მთელი ცხოვრება რაზე ვაკეთებ დიდი აქცენტებს რომ თუნდაც ჩემ პოპულარობაზე არ ვიყო ისეთი პოპულარული და არ ვიყო აი უფრო დაბალი ხარისხიანი არ იყო სიმღერა. ნუ მე შემიძლია მარტო სიმღერაზე ვილაპარაკო, ხო? ოღონდ არ იყოს ის პოპულარული. არასდროს არ წავსულვარ აი ამ კომპრომისზე. ხა ვერ ვიტყვი რომ არ წავსულა, შეიძლება წავედი და რაღაცებიც გავაკეთე და მივიღე ცუდი შედეგი, მაგრამ მაინც ვფიქრობ, რაც უფრო წლები გემატება, ხარისხიანი ჩაცმა გინდა, ხარისხიანი კვება გინდა, ხარისხიანი შენი დამკვიდრება გინდა იმ სფეროში, სადაც ხარ და აღარ შემეშალოს და ვიყო რაღაცნაირად შექმნა, ხო, უფრო ალბათ ეს მინდა. და იცით რა, კიდე უფრო ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის ხარისხიანი ადამიანები, რომელიც მართლა იცით რა დეფიციტია და მე არავის შევროწყობას არ ვაყენებ, მაგრამ ნელ-ნელა უფრო იკლებს ეს ხარისხიანი ადამიანების არა პიროვნულად ვამბობ, პიროვნება ხარისხიანიც უნდა იყოს. ალბათ. ხარისხიანი რა თქმა უნდა, მაგრამ მე ესე იგი ამ ხარისხში აბსოლუტურად ყველაფერი ერთად გავაერთიანე და ამბობენ რომ საერთოდ ხარისხიანს როდესაც რაღაცას ქმნი ძალიან ბევრს ანუ მასობრივი შეუძლებელიაო რომ ეს იყოს თქვა თუ ქმნი ხარისხიანს ქმნი რამდენიმეს თქვა და ამითი აღწევ ამ ხარისხს ამას ყოფით ნივთზეა საუბარი მაგრამ მე არ მგონია რომ ხარისხიანი ლიტერატურა, მაღალი ლიტერატურა, მაღალი მხატვრობა, როგორ ჯოკონდა, ხო, არის აბსოლუტურად ეს არის მასობრივი, ვერმეერი არის ხალხისთვის დოსტოევსკი, ვაჟაფშა. ეს პრუსტიც კი, რომელიც თქვა გონია, რომ არის ელიტარული და მხოლოდ რაღაც ისეთი მკითხველისთვის იმასაც კი ადამიანი კარგს იცით რა შეიძლება ვერ ერკვეოდეს მაგრამ კარგს იღებს ბუნებრივად იმიტომ რომ გულით იღებს ამას ხარისხი ადამიანებზე ხარისხი რაც თქვით იცით რა ეს სუბიექტური არა ხარისხიანი ადამიანი არის განათლებული კულტურული დიდბუნებოვანი არა მეწვრილმანე და ხარისხიანი ადამიანი არის რომელიც აღიქვამს გარემოს ლამაზი თვალებით, ლამაზად და სწორად. ეს შეფასებაა, შეიძლება ისეთ თვისებები გქონდეს სხვა იმ ადამიანს, რომელიც მიუღებელი იყოს ხისთვის, თქვა და ცოტა ადამიანის შემთხვევაში ცოტა რთული არის მაინც ვერ მოდიდება. ეს ყველა ადამიანი არის ხარისხიანი. ალბათ რა არის ცნობილობა, პოპულარობა, ხარისხის გამსაზღვრელი, ანუ ხარისხის ნიშნის მატარებელია, აი იმ თვისებებით, რომელიც გასამჩნევია. კლიპის, მუსიკის განსაზღვრელი არის, თქვათ, რამდენ ადამიანს მოსწონს ეს? ეს არის ამის განსაზღვრელი? კომპანია და საზოგადოებისთვის, რომ დიფერენციაცია გავაკეთოთ ხარისხის ნიშნის მქონე პროდუქტებისა, ანუ ის კომპანია, რომელსაც აქვს ხარისხის ნიშანი, თქვენ უკვე იცით, რომ ჩვენთან დამოუკიდებელი ექსპერტები მუშაობენ ჩართულ ასოციაციის და თუ კომპანიას სურვილი აქვს დამოუკიდებელი ექსპერტები სწავლობენ ამ კომპანიის მომსახურებას ან პროდუქტს და შესაბამისად თუ ისინი აკმაყოფილებენ გარკვეულ სტანდარტს და ეს სტანდარტები შემუშავებულია ევროპის ხარისხის ორგანიზაციის რეკომენდაციით, თუმცა მორგებულია რა თქმა უნდა ქართულ ბაზარს, ამის შემდეგ კომპანია 3 წლის ვადით გადაეცემა ხარისხის ნიშანი. და შენარჩუნება როგორ რთულია ეგეთი? შენარჩუნება არის ყველაზე რთული, იმიტომ რომ წელიწადში ერთხელ რა თქმა უნდა ტარდება განმეორებითი სამუშაოები და სამწუხაროდ ყველა ვეღარ აკმაყოფილებს ხოლმე. კი, ძალიან ბევრი შემთხვევა გვაქვს. IQ-სთან არის ეთქი. ჭიდრო კონტაქტი, იმიტომ რომ ანუ ფასი ეწევა ამ კომპანიას დაუშვათ, უფრო ისეთი ხდება საამაყო. ჩვენ მუშაობთ სწორედ ამაზე და ეს სოციალური კამპანიაც ამას ემსახურება. როდესაც საზოგადოებაში მეტი მოთხოვნა გაჩნდება ხარისხზე და უკვე მომხმარებელი თუნდაც სუპერმარკეტში როდესაც შევა, შეხედავს და
აირჩევს ხარისხის ნიშნიას, ეს უკვე იქნება კონკრეტულ პროდუქტებზე უნდა არსებობდეს ეს ნიშანი. თუ უბრალოდ რაღაც გარედან და მე ვიცი რომ ყველაფერი ხარისხი. სეგმენტი არ არის შეზღუდული და არ არის მარტო საკო პროდუქტებზე არ არის. შეიძლება სამშენებლო კომპანიას ჰქონდეს Q ანუ ეს ხო არ არის. ეს ხო სიახლე, ეს ხო ახალი ამბავი. არ არის. ხო საბჭოთა კავშირის დროს ხო გვახსოვს შედის. ხარისხის ნიშანი რო იყო ჯობნაზე. გაშლილი ახალგაზრდა SSR ეწერა წითლად უკან და ის თუ კონდა მაგარი. ხარისხის ხო ესეთი იყო ესეთი ფორმის. იმიტომ რომ საბჭოთა ასე თქვა ტერიტორიაზე მუშაობდა, რასაც ესენი საუბრობენ, ახლა ეს ISO სტანდარტთან რაღაც მიბმული ხო, რაღაც ხარისხის ნიშანი არის საქართველოს ხარისხის ასოციაციის ბრენდი და ISO სტანდარტი ეს უკვე სხვა მიმართულება არის, თუმცა ამ მიმართულებითაც ჩვენ ვმუშაობთ. მე ვიმედოვნებდი რომ ეს გაგრძელდეს ეს ხარისხის ეს წამოწყება კი არ იყოს წამოწყება კი არ იყოს არის საქართველოში ხო რაღაცას უიწყებენ ეს მთავარია გააგრძელონ და ხარისხიანად გააგრძელონ ეს თავი მაშინ არჩევანიც აღარ გექნება ყველაფერი იქნება ხარისხიანი პროდუქციაც ყველაფერი და არჩევანიც აღარ გექნება იქნება კარგი იქნება თუ ხო ეს აიბუნებაშიც რომ ვუყურებთ ხო აი თქვათ ვუყურებთ რაღაც პეიზაჟს და იქ ყველაფერი არის ლამაზი და ხო კარგია ეს. რა თქმა უნდა. ცუდი არ არის და გარშემოც ყველაფერი რომ კარგი იყოს, მაგიც კარგი იქნება. ისიც უნდა ვთქვათ ალბათ, რომ ამ თემის წამოწევა მოითხოვა ალბათ ყოფითობამაც, რომ სიტუაცია არც ისე ხარისხიანია ჩვენ გარშემო, როდესაც ამ თემას ჭირდება მხარდაჭერა და პოპულარიზაცია, ხო, იმიტომ რომ თავისთავად ეთყობა მართლა ბევრი რამ არის ჩვენ გარშემო უხარისხო. იმიტომ რომ შესაძლოა მენტალურად იგივე ყოფით თემაზე თუ ჩამოვართ რომ მიდიხარ და ნუ სხვა ვიღაც მე არა დავუშვათ ვიღაც მიდის და ბაზრობის რაღაც ძალიან მდარე პროდუქცია რომელსაც არას დაგიზდებს იქ Q აქვს არა აქვს რაღაც ხო ანუ მენტალურად საზოგადოების მოთხოვნისთვის გაჩნდა ეს იდეა რომ აი ხარისხიანი უფრო უნდა ვიდრე არ უნდა და შესაბამისად გვექნება ისეთი ნიშანი, რითაც იდენტიფიცირება შეუძლებთ, რომ არის მართლა ხარისხი. გიას მინდა უთხრა, რომ ერთი პირველ რიგში მინდა გამოვხატო ჩემი აღფრთოვანება, პატივისცემა გიასადმი, იმიტომ რომ გია არის ჩემი ერთ-ერთი უსაყვარლესი მხატვარი. აი ისეთ მხატვრებთან, აი როგორიც ვერმერია და მატისი და აი რატომ მოვედი აი და არა მინდა რა ვთქვა რომ სხვა შორის რაც არის საქართველოში გეთანხმები რომ არის ყველა ძალიან 99% იგივე აი სამომხმარებლო მე არ გულისხმობ ამაში რა თქმა უნდა ბუნებას გარემოს რომელიც ულამაზესია შეუდარებელია და რომელიც მართლა უმაღლესი ხარისხისაა და ბუნებას ქართველი ადამიანის ფოლკლორს, ცეკვას და ასე შემდგომ ლიტერატურას იგივე. ერთადერთი რაც მინდა ვთქვა სიამაყით რომ იგივე ქართული მხატვრობა, ქართული ფერწერა რაც არის დღეს არის აი მართლა საერთაშორისო უმაღლესი სტანდარტების და ჩვენი აი თანამედროვე მხატვრობა არის ერთ-ერთი აი ძალიან მცირე იმ დარგებიდან ხელოვნებისა, რომელიც აკმაყოფილებს საერთაშორისო სტანდარტს და ყოველთვის ამაყი ვარ ხოლმე, როდესაც აი ძალიან მაღალ მხატვრულ გალერეებში, მაღალი რანგის გალერეებში არის ხოლმე ჩვენი კარგი, ძალიან ჩვენც აბსოლუტურად ჩვენს გვერდით თამაში, არ ვიცი, რამდენად ხარისხიანია ხა ის რეკლამა, რომელიც გავაჩინე. ფოტოსთვის ძალიან დიდი მადლობა. მე ძალიან ხო, ალბათ, მალე. რა თქმა უნდა. ირინა, დიდი მადლობა ამდენი ძალიან ხარისხიანი ფოტო. ხარისხიანი. მე ძალიან მომწონ ხართ. და წარმატებები თქვენ საქმეებში და ველოდები თქვენ ანგარიშს კიდევ სულ რამოდენიმე თვეში. ჩემთვის საყვარელი ხელოვანი რომ აქებს მე ხა როგორ უნდა მივანიჭო ხარისხი. ამაზე რეკლამის დროს ამაზე ვისაუბროთ. უნდა გავიდეთ და გადაცემის ბოლო ნაწილში რაღაც ხარისხიან პროდუქცია უნდა ვისაუბროთ, ხო, როგორც მე